23 და 24 სექტემბერს გორისა და ატენის ეპარქიას უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ეწევა. პატრიარქი ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში ჩავა. ილია მეორე ხურვალეთში, ნიქოში და სოფელ შინდიში ტაძრებს მოინახულებს და მოსახლეობას შეხვდება. ხოლო 24 სექტემბერს გორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში 12 საათზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელ პარაკლისს აღავლენს, რის შემდეგაც უწმინდესი გორში მდებარე ტაძრებს, ეპარქიის საბავშვო ბაღს და გიორგი მთაწმინდელის სასულიერო გიმნაზიას მოინახულებს. მოგახსენებთ, რომ 23-24 სექტემბერს გორისა და ატენის ეპარქიას ეწევა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ყველას მოუწოდებთ, რომ თქვათ ამ დღესთან ერთად, ჩვენთან ერთად, თქვათ ეპარქიასთან ერთად იზეიმონ და მოვიდნენ და მიიღონ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევი.